დინამო არის ლურჯი და თეთრი. დინამო არის ბორის პაიჭაძის სახელის სტადიონზე. მესხის ფინტი. ჩილაძის მარჯვენა. და ყიფიანის პასი. დინამო არის 75,000-იან არენაზე 100,000 გულშემატკივარი. დინამო არის ქალაქი, კულტურა და გზა მიზნიდან გამარჯვებამდე. დინამო არის 100 წლის და დინამო წინა საუკუნის 30-იან წლები დადგა და საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ააშენოს საქართველოში პირველად დიდი სპორტული ნაგებობა. საინტერესო ის იყო, რომ თავიდანვე, როდესაც მიეცა უფლება საქართველოს სტადიონის აშენების, სტადიონი უნდა ყოფილიყო 10,000-იანი საკავშირო გადაწყვეტილებით. ნუ საქართველოს თბილისის და საქართველოს მთავრობამ პაპას ჩაუკრა თვალი და უთხრა, რომ იქნებ რაღაცნაირად 15,000-მდე მაინც მიიყვანო და მაშინ სწორედ პაპაჩემა იხულიგნა და 23,000-მდე მიიყვანა მაყურებელთა რაოდენობა, მაგრამ ეს არ ყოფნიდა და 56 წელს დროებითი ანაკრები ლითონის ტრიბუნები დადგა და 36,000-მდე ავიდა მაყურებლების რაოდენობა. სწორედ იმ წელსვე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სტადიონი უნდა აშენდეს ან ახალი, დიდი ან მოხდეს რაღაცა ცვლილება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნები იყო. პროექტირების პროცესში ყველა ხელმძღვანელობდა რაღაც სტანდარტებით, რომლებიც მიღებული იყო საბჭოთა კავშირში, ევროპაში. ერთ-ერთი ეს არის ხედვის მრუდე, ანუ ტრიბუნის ჭრილის აგება. მაგრამ მამაჩემა და პაპაჩემა მაშინაც იხულიგნეს და არ დაემორჩილენ იმ არსებულ სტანდარტებს და თავისებური ააგეს და სწორედ მაგიტომ არის, რომ ჩვენ სტადიონზე ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი რიგიდან, დიაგონალია თუ ბოლო რიგია თუ პირველი რიგია, ყველადან არის ხედვა შესანიშნავი. მე უფრო მოგვიანებით მე აღმოვაჩინე, რომ ეს ტრიბუნები არის პარაბოლა და სწორედ მაგიტომ არის ესეთი შესანიშნავი აკუსტიკა, ზოგჯერ ჩაჩუმდება ხოლმე მატჩის დროს თამაში და მარტო ფეხბურთელების ჭურჭული ისმის, ბოლო რიგში ისმის ეს ჭურჭული. ჟოაო აველანჟი როცა იყო ჩამოსული თბილისში, FIFA-ს პრეზიდენტი იყო მაშინ, მან თქვა, რომ მე მეუბნებოდი, რომ სადღაც საბჭოთა კავშირში არის რაღაცა კარგი სტადიონი, ნუ ჩვენ საქართველოს საბჭოთა კავშირში ვიყავით და არ მჯეროდაო, მაგრამ რო ჩამოვედი, ახლა მივხვდი, რომ ევროპაში საუკეთესოა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმ პერიოდში ამ სპორტულმა ნაგებობამ მიიღო ძალიან დიდი აღიარება და არა მარტო ფეხბურთის და ბურთის გორაობის გამო, მოდი ესე ვთქვათ რა. აქ იყო გადაღებები კინო, რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის გიორგი სააკაძეა გადაღებული ამ სტადიონის უნიკალურ თაღის ფონზე. ძალიან საინტერესო თაღი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არსებობს. აქ იმართებოდა საჭადრაკო თამაშები, თქვენ წარმოვიდგინეთ, ანუ მინდორი იხაზებოდა ჭადრაკის 4 კუთხედ კვადრატებად. ადამიანები იცვავდნენ ფორმას, სხვადასხვა ფიგურების ფორმას და მინდვრის გვერდზე, სადაც მოთამაშეები რეალურად თამაშობდნენ ჭადრაკს, იმათ სვლას გადასცემდნენ იმ ადამიანებს და ტრიბუნაზე მჯდომი მაყურებელი უყურებდა ჭადრაკს. ეს შენობა არ არის მარტო სპორტული ნაგებობა, ეს არის, მე ვფიქრობ, რომ საკრალური ნაგებობა. გარდა იმისა, რომ ჩვენი ოჯახისთვის არის საკრალური, იმიტომ რომ 4 თაობა ჩვენი ოჯახისა ემსახურებოდა ამ სტადიონს. მე მგონი საქართველოს მოსახლეობისთვისაც საკრალურია, იმიტომ რომ ყველა რაღაც ისეთი გარდატეხის პერიოდები როცა იყო, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, როდესაც
რაღაცა პოლიტიკური ვითარებები ხდება, როდესაც რაღაც სოციალური ვითარება, სპორტული გამარჯვება თუნდაც აი 13 მაისი 91-ის როცა სუპერთასის ფინალი აიღეს. ყოველთვის მოსახლეობა მოდის სტადიონზე, აქ იკრიბება და აქ გრძნობს თავის ერთიანობას და ერთობას, რაც ალბათ ჩვენი ერისთვის ყველა პერიოდში ყოველთვის არის აღნიშნულოვანი. ლურჯ თეთრი საუკუნოვანი ისტორია თავისი გამარჯვებებით, თავისი წაგებებით და რაც ყველაზე მთავარია თავისი იდენტობით ამ ქალაქთან არის გაერთიანებული თავიდან ბოლომდე. ლურჯ თეთრი ზუსტად ეს ორი ფერი არის, რითიც ეს გუნდი დაარსების დღიდან დღემდე მოვიდა და ეს ფერები ფაქტიურად დინამოს ისტორიაში საერთოდ არ შეცვლილა. ლურჯი და თეთრი გუნდი, რომლის პირველი ფორმაც არის ვერტიკალურ ზოლებიანი და თასმებიანი. ამის შემდეგ ყოფილა დიაგონალური ზოლითაც დინამოს ფორმა, ყოფილა ჰორიზონტალური ზოლითაც, ყოფილა საერთოდ ზოლების გარეშე, თუმცა ფერი რა თქმა უნდა არ იცვლებოდა. იყო გამონაკლისები, მაგალითად 70-იანების დასაწყისში ლონდონში, როდესაც ტოტენჰემს ვეთამაშეთ ევროთასზე, გუნდს მოუწია წითელი ფორმის ჩაცმა, რადგან თავიანთი ფორმა დაიკარგა მატჩის დაწყებამდე და ისარგებლეს ტოტენჰემის სათადარიგო ფორმით. ამის შემდეგ კიდევ ყოფილა რამდენჯერმე სხვა ფერი გამოყენებული. თუმცა პირველი გუნდის და ძირითადი გუნდის ფერებად ეს ფერები არ აღქმულა, ყოფილა სტაფილოსფერი, ასევე წითელი, შავი, ყოფილა ოქროსფერი. გამორჩეულ ფორმებში აუცილებლად სათქმელია ლივერპულთან გამარჯვება. ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის საყვარელი 91 წლის ფორმის დიზაინთან ერთად ასევე ერთ-ერთი საყვარელი ფორმა და შეიძლება ითქვას ალბათ კალცაისთან გამარჯვება რა თქმა უნდა მნიშვნელობით ყველაზე დიდი იყო, თუმცა ყველაზე დიდ გუნდთან გამარჯვება ეს იყო ლივერპული. ლივერპული თან იმ პერიოდში იყო მოქმედი ჩემპიონთა თასის მფლობელი, ყველა ხვდებით, აღარ გავავრცობ ამ თემას, რამხელა გუნდს ვეთამაშეთ იმ პერიოდში. ეს იყო იუგოსლავიური სპორტული ეკიპირების კომპანია იასას წარმოებული ფორმა, რომელიც სხვათა შორის ჩვენ გარდა კიდე რამდენიმე კლუბსაც მოსავდა, თუმცა ესეთი კვალი მხოლოდ თბილისური დინამოს სახით დარჩა. ყველასთვის ყველაზე საყვარელი ეს 91 წლის ადიდასის ფორმაა, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო გადააკრეს და ოლიმპიური ხუთნიშნარ გოლი დაამაგრეს ზედ. მე მახსოვს, რომ ეს გვიყვებოდნენ, რომ ამ ფორმის ხელში ჩაგდება, ალბათ ბევრ ადამიანს რაღაც უძრავი და მოძრავი ქონების შოვნაზე უფრო მეტად სურდა და უფრო მეტ ფასეულობას წარმოადგენდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსარჩევია მაგალითად ბილბაოსთან ჩატარებული მატჩი და ის ლოტოს ფორმა, რომელზეც ჰორიზონტალური ლურჯი ზოლები იყო. გარდა ფორმის სილამაზისა დაუვიწყარი იყო ატმოსფერო მაშინ სტადიონზე, დინამომ დაამარცხა ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა. 2004-ში იყო გამორჩეული სეზონი, ამ წელს გავიდა ქართული გუნდი დინამო ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე და მაშინ გვეცვა საკმაოდ ისეთი გამორჩეული და აღსანიშნავი ფორმა 2K-ის ფირმის, რომელიც ვისაც ეს თამაში ახსოვს დაუვიწყარი არის. აი ესეთი გუნდი მოვიდა 100 წლით და წელს აუცილებელი გახდა ისეთი ფორმის დამზადება, რომელიც ამ ერთ საუკუნოვან კავშირს ლურჯ თეთრსა და საქართველოს დედაქალაქთან რაღაცნაირად ერთად შეკრავდა და საბოლოო სახით აჩვენებდა. და სწორედ ეს ფორმები იყო, ეს თასმებიანი, რომელიც ზუსტად 100 წლის წინანდელი ფორმის რემეიკია, ასევე ჰორიზონტალურ ზოლიანი, რომელიც 40-50-იან 60-იან წლებში ხშირად ეცვა დინამოს და ყველასთან ბორის პაიჭაძესთან ასოცირდება და შავი ფორმა, რომელიც იყო ინოვაცია ჩვენთვის, რომელზეც ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო მოდერნი და თბილისში ორ მნიშვნელოვან ჰაბს დაუკავშირეთ, ეს იყო ერთი მეტრო და მეორე იყო მდინარე მტკვარი. ეს ყველაფერი ავსახეთ ამ მაისურზე, ფერებსაც თავისი ახსნა ჰქონდა რა თქმა უნდა და ოქროსფერი, რომელიც ზუსტად ამ 100 წლის დიდების და წარმატების, ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი ფერი იყო. საბოლოოდ ამ ფორმით დინამომ თავისი იუბილეზე ამსტერდამის აიაქსთან ითამაშა. ლეგენდები ორივე მხრიდან და დაუვიწყარი მატჩი ჩვენი დედაქალაქისთვის და ქვეყნისთვის. დინამო თბილისი, ლურჯი და თეთრი.
ჩემი აზრით დინამოს 100 წლოვან თავგადასავალში ყველაზე კარგად ჩანს საქართველოს ისტორია. ფეხბურთი იყო გარკვეულწილად ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მახასიათებელი. დინამოს ისტორიაში ბევრი დიდი სახელია, რომლის უბრალოდ ნაწილის ჩამოთვლას ვერ მოესწრება, თუმცა როგორ შეიძლება არ ვახსენოთ ბორის პაიჭაძე, რომელიც ჩემთვის ქართულ ფეხბურთთან ასოცირდება. ავთანდილ ბასარ რობერიძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა, იყო, არის და იქნება დინამო თბილისი. ან მიხეილ მესხი არ ვახსენოთ, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ქართველ გულშემატკივარს და მასზე დადიოდნენ მისი თამაშის სანახავად და მესხის ფინტის ახლოს სანახავად ტრიბუნიდან ტრიბუნას იცვლიდნენ ტაიმებს შორის. ან არ ვახსენოთ სლავო მეტრეველი, რომლის მოსვლის შემდეგაც დინამო თბილისმა ჩემი აზრით თითქოს ამოისუნთქა რაღაც განსაკუთრებული ჟანგბადი მიიღო და მოახერხა ის, რასაც ფაქტია მანამდე ვერ ახერხებდა. მურთას ხუთსილავა, რომელიც წლების მანძილზე კაპიტნობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს. დიდი კაპიტნები, თუნდაც მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც მურთას ხუთსილავაზე არ იყო საბჭოთა ნაკრების კაპიტანის გახდა წლები და ვიტალი დარასელია, რომელიც ქართული ფეხბურთის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია 25 წლის ასაკში, მაგრამ რამდენი რამ მოასწრო ტრაგიკულ გარდაცვალებამდე, თუნდაც დუსელდორფში გატანილი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გოლი. რამა შენგელია, რომელიც ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი. ვლადიმერ გუცაევი რომ მიიღებდა ბურთს, შეგეძლო დაგეწყო 10 რამდენ ფეხბურთელს, მეტოქე გუნდის ამდენ ფეხბურთელს მოატყუებდა და ან გოლი დაასრულებდა შეტევას, ან საგოლე გადაცემით, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით პენალტის მოლოდინში ვიყავით. ან დავით ყიფიანი, ან კი არა დავით ყიფიანი, რომელიც განსაკუთრებული მოხდენილობით ელეგანტურებით ყველა მონაკვეთში რომ მთავარ როლში იყო მოედანზე და მისი არეალი მოქმედების იყო იმხელა რამდენიც არის საფეხბურთო მოედანი. ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი, ვისი თამაშის ხილვის ბედნიერებაც შესაძლებლობაც მომეცა. შემდეგ მოგეხსენებათ, ეხლა თავდაპირველად აღვნიშნეთ, რომ დინამოს ისტორია ძალიან გავს საქართველოს ისტორიას და 90-იანი წლები ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდი გახდათ მოგეხსენებათ და ეს ცხადია დინამოზეც აისახა და ამ პერიოდში ძირითადად მაინც დინამო იყო ტრამპლინი ჩვენი ფეხბურთელებისთვის კარიერული ზრდის თვალსაზრისით და ბოლოს კი, რა ვიცი, რამაც შემოაბრუნა საქართველოს ფეხბურთისკენ ის ნაკრები, რომელმაც ჩვენ უდიდესი სიამოვნება მოგვიტანა ყველას ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და შემდეგ იქ რაღაც საოცარი დღესასწაულით, იმ გუნდის განაცხადში მყოფ 24 ფეხბურთელიდან თუ ვწდები 18 ის მოთამაშეა, ვინც დინამოს აკადემია გაიარა და ასეა იგივე ხვიჩა კვარაცხელია, სურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე. ეს ის ფეხბურთელები არიან და სხვები, რომელმაც დინამოს აკადემიის გზა გაიარეს. სადაც არ უნდა ჩახედოთ, თქვენ ახალგაზრდული ნაკრები იქნება თუ ასაკობრივი ნაკრებები, იქ დინამოს აკადემიის ფეხბურთელები არიან. ზოგადად თბილისის დინამოს მწვრთნელებზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამ 100 წლიანი ისტორიის მანძილზე კლუბს ყავდა ძალიან ბევრი გამორჩეული სპეციალისტი სათავეში.
დაწყებული ჟულ ლიმბეკიდან, რომელიც ან ჯულა ლიმბეკიდან ეს წარმოშობით გახდათ უნგრელი, თუმცა ფრანგად ითვლება, ფრანგო-ავსტრიელად, იმიტომ რომ ყველა ამ ქვეყანაში უწევდა მუშაობა. იქიდან დაწყებული და თანამედროვე მწვრთნელები დამთავრებული, ყველას ჰქონდა რაღაცა თავისი გამორჩეული სტილი. ჩემის აზრით, ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელი, რომელიც ყოლია თბილისის დინამოს, არის მიხეილ იაკუშინი. ის სამჯერ იყო თბილისის დინამოს მწვრთნელი, პირველად 50-იან წლებში, შემდეგ იყო 62-64 წლებში და შემდეგ იყო 75 წლამდე. პირველი გამარჯვება თბილისის დინამოს, დიდი გამარჯვება, ოქროს მატჩი, ეს არის ტაშკენტი 64. ამ გამარჯვების მჭედელი არის გავრილ კაჩალინი, რომელიც იყო მთავარი მწვრთნელი და რომელსაც ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ქათინაურები ქართული გულშემატკივრისგან. მაგრამ ეს გუნდი მოამზადა მიხეილ იაკუშინმა. 62-დან 64 წლამდე ის თუნდა გუნდს, მან ჩაუყარა საფუძველი იმ გამარჯვებას, რომელიც მე საბოლოო ჯამში უკვე გააფორმა გავრილ კაჩალინმა. ეს არის ის პერიოდი, როცა სლავა მეტრეველი ჩამოდის თბილისის დინამოში, ანუ იჭედება და იქნება ის გუნდი, რომელიც მე უკვე მოსკოვის ტორპედოსთან 4-1 იგებს ტაშკენტში და ეს საოცარი ზეიმი, რომელიც პირველად საქართველოს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში სიმღერით დაგვირგვინდა მე და უკვე ეს ოქროს ბიჭები და რაღაც ხო, ეს ყველაფერი დაიწყო იაკუშინით. რიგით მესამე მოსვლა ემთხვევა ნოდარ ახალკაცის ოქროს ეპოქის დაწყებას. ნოდარ ახალკაცის წინამორბედი იყო იაკუშინი. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რამის უკარგავ თქვათ ახალკაცს. ყველაზე უფრო წარმატებულს მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში მწვრთნელს და შემდეგ უკვე ფედერაციის ხელმძღვანელსაც, პირველ ხელმძღვანელს და რა ვიცი, ქართული ფეხბურთის ალბათ მთავარ ფიგურანტს, ხო? მაგრამ ეხლა მისი როლის დაკარგვა, ანუ მოვიდა ახალკაცი 2-3 ადგილი და პირველად მე-6 მცდელობიან მოპოვებული თასი. ეს არის მისი მონაგარი პირველი სეზონში. ესე არ ხდება, რომ მოხვიდე ადამიანი, არაფერი არ იყოს შენამდე და გახდე მერე უცებ ჯადოქარი და ერთი ხელის მოსმით გახადო გუნდი ჩემპიონი. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ანდრო ჟორდანია. ვიცი რომ იყო საოცარი ტაქტიკოსი, მაგრამ კიდე უკეთესი სელექციონერი. იმიტომ რომ თქვა საბჭოთა ნაკრების გამოვაწელის კაპიტანი მურთას ხურცილავა მან იპოვა ბანძაში. ახალკაცის დამსახურება ის დროს საშა ჩივაძე, რომელიც გუნდში მოვიდა განაპირა ნახევარმცველად, დააყენა ცენტრალურ მცველად და აქცია ლამის ბეკენბაუერად, ყოველთვის ქართული ფეხბურთის და საბჭოთა ფეხბურთის ბეკენბაუერს ეძახდნენ სავსებით დამსახურებულად საშა ჩივაძეს. ეს ხო თავისთავად მაჩვენებელია იმ დონის, რომელიც ჰქონდა. ეს მწვრთნელის გარეშე არ ხდება. ხო, ეს ხო შეიძლება თავისით მარტო ფეხბურთელი, რაც არ უნდა ფეხბურთის კარუზოთ იყოს მოხსენებული იგივე ბორის პაიჭაძე, ხო? მწვრთნელის გარეშე ის არ მიიღწევა საერთოდ ფეხბურთში წარმატებები. ქართული სტილი ჩამოაყალიბეს აი ამ მწვრთნელებმა. მე როცა ვამბობ, თქვათ, აგერ ვახსენე რეზო ძოძუაშვილი, დავით ყიფიანი და გივი ნოდია და მათი ერთმანეთის მიყოლებით მწვრთნელობის პერიოდი, ეს არის ის დრო, როდესაც იმის, რა ქვია, არველაძეების და კინკლაზის თაობა დაფრთიანდა აქ და მათი დამსახურებაა ეს ყველაფერი, ხო? ანუ დინამოს ყოველთვის ყავდა ძალიან კარგი მწვრთნელები. მე იყო იგო შუშაკი, რომელმაც ბოლო ტურნირი მოაგებინა და დააბრუნა დინამოში ის სტილი, რომლითაც თბილისის დინამო ყოველთვის იყო გამორჩეული. მე იყო ვთქვათ, გეგუჩაძის წარმატება კი ბატონო თასზე გასვლა, რაღაც ბევრია ასეთი. ახლა ყველაფრის მოკლე პერიოდში და მოკლეს მონოლოგში ჩატევა ძალიან რთულია, როგორც უკვე გითხარით.
ეს უპირობდი ხომ რომ საიდან მოდის ეს სტადიონზე ეს გულშემატკივრების სიმღერა, თვითონ მუსიკა ხო, ეს მარტო სიმღერა ხო არ არის, იქ დოლები მოაქვს, დულტყავენ, საყვირები მოაქვს. ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ამის საფუძვლები არის წარსულში, არის საბრძოლო სიმღერები, ანუ როდესაც მეომრები წინასწარ განწყობას იქნებდნენ, რომ უფრო კარგად ეომათ და ამისათვის იყო სიმღერა, ამისათვის იყო საჭირო ზუსტად ეს დოლი, რასაც ურტყავდნენ და საყვირი. რაც გადმოტანილია, ფაქტურად ერთ-ერთია გადმოტანილი, ხო, აი ქართველებს კარგი სიტყვა ვუკიდან აღარა დასეს, ეს საომარი იყო, ხო? შესაბამისად, სტადიონზე ჩემი აზრით, როდესაც ძალიან გამძაფრებული იყო დაპირისპირება ორი მოწინააღმდეგე გუნდს შორის, მაშინ შეიქმნა აი საჭიროება, რომ სტადიონზე გულშემატკივრებს დაეწყოთ სიმღერა, გამოეხატათ ეს მუსიკის საშუალებით, რიტმის საშუალებით, რათა გაემხნევებინათ მოსისხლე მტრის წინააღმდეგ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები და თვითონაც ეგზალტაციაში და ექსტაზში ჩავარდნილიყო, რათა გულშემატკივრებთან ფუნქციონალური დატვირთვა ქონოდა ამას. წარმოვიდგინე რომ მთელი სტადიონი შენ სახელს ყვირის რა. აი ეგ იმხელა ადრენალინია და იმხელა რაღაცაა რომ მაგისთვის ცხოვრება ხის, იმიტომ რომ ყველას გვიოცნებია ბავშვობაში რომ სტადიონზე აი ეს გოლი გაგვეტანა და ეს ხო ანუ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს რა. მოთამაშეები ცხოვრობენ გულშემატკივრებით და გულშემატკივრები მოთამაშეებით. ამას რაღაც ეს საერთო ამბავია რა. აი ეს კულტურაც რომ აი მე რომ თავდება თამაში მოდიან მოთამაშეები თავის გულშემატკივართან და მადლობას სულ ერთი როგორ დამთავრდა თამაში. მადლობას ეუბნებიან ერთმანეთს. ხო, ეგ გათამაშებს მე რა. დინამო ხო არ იყო მარტო საფეხბურთო გუნდი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩვენ გულშემატკივრობდით. დინამო იყო ქართული იდენტობის განსახიერება, როგორც ქართული რაღაც უფრო მეტიც უფრო სახალხო. თუ ბოლო ამასე წლის მანძილზე რაღაც სიმბოლოები შექმნა ამ ქვეყანამ, ჩემი აზრით ერთ-ერთი სიმბოლო დინამოა და იმიტომაც არის რომ ფეხბურთი შეიძლება ხალხს დიდად არც ესმოდეს, არც აინტერესებდეს, მაგრამ დინამოს სიხარული ხალხის სიხარული აქვს ყოველთვის და დინამოს ტკივილი ხალხის ტკივილია. იმიტომ რომ იდენტობის ერთ-ერთი განსაზღვრელი უბრალოდ. რავი, ჩემთვის ახლა სენტიმენტალური მომენტია ეს მომენტი, როგორც დინამო 100 წლის, იმიტომ რომ ორი შეპყრობა მქონდა ამ შეპყრობილი ორი რაღაცით ვიყავი ამ ცხოვრებაში მუსიკით და ფეხბურთით და რაღაც მომენტში ეს თემა ჩემთვის უკეთება და აი ხლა ამ დინამომ რაღაც გახსენებამ და სიმღერებმა სენტიმენტალურ ნოტაზე დამაყრდა, რადგანაც მე ყველაფერი მახსოვს. ანუ მე ყველაფერი მახსოვს როგორ შეიქმნა და ფაქტორი ჩემს ხელში მაქვს გატარებული როგორც ჩემი თაობის ყველა ადამიანს. მეორე საკითხია, ვინმე ამაზე ლაპარაკობს თუ არ ლაპარაკობს. თბილისის დინამოს საუკუნოვან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 1937 წლის 24 ივლისი, როცა დინამომ პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა აქ თბილისში ბასკეთის ნაკრებთან. იმ დროს ძალიან კარგი გუნდი იყო ბასკეთის ნაკრები და საკავშირო ტურნეში იმყოფებოდა და აი მის ფარგლებში ჩამოვიდა თბილისში. 1944 წელს თბილისის დინამო პირველად მიდის უცხოეთში საერთაშორისო ტურნეში. ირანში ჩავიდა დინამო, ორივე თამაში დიდი ანგარიშით მოიგო და მაშინდელი თავგადასავალი ძალიან საინტერესოდ აღწერა ალტან დილღოღობერიძემ თავის შვენიერ წიგნში ბურთი 9-ს იქით. 1960 წელს თბილისის დინამო პირველად ჩადის ფეხბურთის სამშობლოში ინგლისში, სადაც დინამომ 3 ამხანაგური შეხვედრა გამართა შეფილდ უენსდისთან, ვულვერჰემპტონ უონდერერსთან და ტოტენჰემ ჰოტსპურთან. მეტოქე კლუბების უპირატესობა გასაგები მიზეზების გამო აშკარა იყო, თუმცა ის ტურნე მაინც გამორჩეულია ჩვენი კლუბის ისტორიაში. 1964 წლის 18 ნოემბერი პირველი ოქროს თარიღი თბილისის დინამოს ისტორიაში, როცა ჩვენმა კლუბმა საკავშირო ჩემპიონატის დამატებით შეხვედრაში უზბეკეთში, ტაშკენტში დაამარცხა მოსკოვის ტორპედო 4-1 და ისტორიაში პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1973 წლის ზაფხული ტურნე ესპანეთში საერთაშორისო შეჯიბრება ქალაქ უელვაში და დინამოს პირველი გამარჯვება კოლუმბის კარაველა მთავარი ჯილდო, რომელიც დღეს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მოგებები მადრიდის ატლეტიკოსთან და ლისაბონის ბენფიკასთან. ეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ოქროს თარიღია დინამოს ისტორიაში.
1976 წელი 3 სექტემბერი საკავშირო თასის ფინალი მოსკოვში. თბილისის დინამომ 3-0 დაამარცხა ერევნის არარატი და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ჯილდო. 1979 წლის შემოდგომა 4 თამაში ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, სადებიუტო გათამაშებაში ლივერპულის და ჰამბურგის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ითქვას, რომ წინაპირობა გახდა იმ დიდი გამარჯვების, რასაც თასების მფლობელთა თასი ჰქვია. თასების მფლობელთა თასის 1980-91 წლების გათამაშება, რომელიც დინამოს შესახებ დაწერილი ნებისმიერ წიგნში მთავარი თემაა და რომელ გათამაშებასაც უკავშირდება დინამოს ყველაზე დიდი და შესაბამისად ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ტიტული თასების მფლობელთა თასი. ზედიზედ დამარცხებული ბერძნული კასტორია, ირლანდიური უოტერფორდი, ინგლისის West Ham United, ნიდერლანდური ფეიენორდი და ბოლოს გამარჯვება ფინალში იენის კალცაისთან 2-1 ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები. UEFA-ს პრეზიდენტის მიერ დინამოს კაპიტნისთვის გადაცემული თასების თასი და დაუვიწყარი მოგონებები, რომელიც 1991 წლის 13 მაისს უკავშირდება. მე 1993 წლის აგვისტო დინამოს დაბრუნება ევროპის საკლუბო ტურნირებში უკვე საქართველოს სახელით, გამარჯვება ჩრდილო ირლანდიის ლინფილდთან და ახალი თავი ჩვენი კლუბის ისტორიაში. დინამო თბილისის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების მემკვიდრეობა ლოკალურ მიღწევებშიც აისახა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის პირველი 10 გათამაშება ზედიზედ დინამოს გამარჯვებით დასრულდა. საერთო ჯამში გუნდი 19 ჯერ გახდა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტულის მფლობელი. 12 ჯერ დაეუფლა საქართველოს თასს და 8 ჯერ სუპერთასს. გზა, რომელიც დინამო თბილისმა გაიარა, არ არის მხოლოდ მოგება-წაგების სტატისტიკა. თითოეული ლეგენდა, თითოეული მწვრთნელი, თითოეული გულშემატკივარი, ყველა ამ ისტორიის ნაწილი ვართ. ეს არის ერთგულების, ნიჭიერების, თავდადების და ქალაქის ცხოვრების უწყვეტი ქრონიკა. ესაა წამები, რომლებმაც შექმნეს დინამო თბილისის მემკვიდრეობა. ესაა გზა, როცა დასახული მიზანი იქცა გამარჯვებად, გამარჯვება კი ახალ მიზნად. ასე მთავრდება კლუბის პირველი საუკუნე. თამაში გრძელდება.